ვერც ერთი მონა ამ შემთხვევაში გულისხმება ადამიანი. ანუ მონა როგორც არა მონა თფლობელური გაგებით, არამედ მონა როგორც ქმნილების გაგებით. ქმნილება ამ გაგებით ანგელოზიც მონაა. გესმით? მხოლოდ ღმერთია, ღმერთი ანჩენი ყველაფერი გონიერი არსება, არა ღმერთი არის მონა და მონა ამ შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ ქმნილების გაგებით. ვერც ერთი მონა ვერ მიაყენებს ზიანს სხვას, თავისავე მსგავს მონათაგანს ყოვლის გამგებელი ღმერთის დაშვების გარეშე. აი ახლა დემონსტრირება ხდება ზუსტად რომ სახარების გაგზელებაა. ეხლა ხო გეცნოთ ეს ადგილი სახარებიდან. როდესაც სილატა ეუბნება უფალს რომ ჩემ ხელშია მე შენი მოკვდინება ჯვარს გაცვავ თუ არ გაცვავ და არაფერი არ არის შენ ხელში. გახსოვთ რას ეუბნება უფალი? მხოლოდ ის არის შენ ხელში რაც ზემოდან მოცემულია. ეს ისიც რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს რომ ქრისტიანის სამყაროში მომხდარ მოვლენებს რაც ჩვენს გარშემო ხდება ვიწრო არეალში თუ გლობალურად სხვა თვალით უყურებს. ამას სხვა თვალით უყურებს. ამაში რაღაც დიდ საიდუმლოებას ჭრეტს და არ ამარტივებს საღვთო განგებულებას. ესე მარტივად არ არის საქმე. ნახეთ როგორ ამბობს. ვერც ერთი მონა ვერ მიაყენებს ზიანს სხვას, თავისავე მსგავს მონათაგანს ყოვლის გამგებელი ღმერთის დაშვების გარეშე. ერთი ღერითმა არ დავარდებაო შენი თავიდან და ღერითმა კი არა დედამიწა ამის შეიმუსროს ჩვენი უკეთურების გამო. მაგრამ აი ეს უბრალო მარტივი განსაშიფრავი არ არის, ღვთის დიდი საიდუმლოება ხდება და ხორციელდება იმაში, რასაც ჩვენს გარშემო უყურებს. უბრალოდ მე იმის თქმა მინდა, რომ ქრისტიანი სამყარო სხვანაირად ხედავს. პოლიტიკურ მოვლენებსაც სხვანაირად ხედავს. პირად განსასწრებლებსაც სხვანაირად ხედავს. ავადმყოფობებსაც სხვანაირად ხედავს. უსამართლობას მოწმულს სხვანაირად ხედავს. გარდაცვალების მოახლოებასაც სხვანაირად ხედავს. და ყველგან ხედავს ღმერთს. ქრისტიანი არასოდეს ღმერთის გარეშე არ არის. არ არის იმ გაგებით რომ არც არის, ქრისტიანი ვერ ხედავს სამყაროში ადგილს, სადაც ღმერთი არ ჩანდეს მისთვის. ეს გესმით რა ბედნიერებაა. ასეთი ადამიანი ფაქტობრივად არის აუღებელი ციხესიმაგრე ეშმაკისათვის, მას უბრალოდ ვერაფერს ვერ დააკლებს. ეშმაკი ვერანაირად ვერ ჩააგდებს სასწრაფოთილებაში, დეპრესიაში, მოწყენილობაში, ვერ განაცდევინებს უბედურებას, იმიტომ რომ უბედურება არის ადამიანი ღმერთის გარეშე არსებობს და ბედნიერება როცა ადამიანი ღმერთთან ერთად არის და ქრისტიანებს რო აწამებდნენ, ისინი მაშინაც კი ბედნიერები იყვნენ. ქრისტიანი რო ყვდება, ყველაზე უბედნიერესია, იმიტომ რომ ის მიდის იმასთან, ვინც მთელი არსებით უყვარს და ვისაც მთელი არსებით ეძებდა. გესმით რა შეასახა? ამიტომ აი ეს სიტყვები თითქოს ორი სიტყვა აქვს, ხო? მაგრამ მთელი წიგნი შეიძლება დაწერო ისააკ ასურის აი ამ რამდენიმე სიტყვას.